დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმნით. ადამიანის ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობის და კვების არჩევანი ადრეულ ასაკში განსაზღვრავს მის ჯანმრთელობას გრძელვადიან პერსპექტივაში. სწორედ ამ დასკვნამდე მივიდნენ აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის მეცნიერები, რომლებიც აკვირდებოდნენ 80 მეტაბოლიტის მდგომარეობას ადამიანის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე და აღმოაჩინეს, რომ მაგალითად 8 წლიანი დაკვირვების შემდეგაც კი 17 მეტაბოლიტი ჯერ კიდევ შეცვლილი რჩებოდა და ეს მაშინ, როდესაც ფიზიკური აქტივობა, კვება მათ გააკონტროლეს კვლევის მხოლოდ პირველი 2 წლის განმავლობაში. და ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფიზიკური აქტივობის და კვების გავლენა ისეთ დიაგნოზზე, როგორიც არის გულსიხსნელთა დაავადების პრობლემები, როგორიც არის შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, სხვადასხვა სახის ონკოლოგიური პრობლემა და ამავე დროს ზოგადად ცხიმოვანი ცვლა, ანთების რისკი. თქვენ წარმოიდგინეთ ნაწლავის ჯანმრთელობა. და როდესაც ბავშვების ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, როდესაც მოზარდების ჯანმრთელობას აკვირდებოდნენ, სწორედ ფიზიკური აქტივობის და კვების ურთიერთშეხამება აღმოჩნდა გადამწყვეტი კომბინაცია იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეეფასებინათ ჯანმრთელობის რისკები, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევანი, რომელსაც გააკეთებს მშობელი დღეს, შვილის კვების და ფიზიკური აქტივობის ტიპთან დაკავშირებით, განსაზღვრავს გრძელვადიან პროგნოზს იმისა, როგორი იქნება მათი შვილების ჯანმრთელობა ხანდაზმულ და მხცოვან ასაკში. როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვენი ცხოვრების წესზე, აუცილებლად საგანგებოდ გამოვყოფთ ხოლმე, როგორია ჩვენი ფიზიკური აქტივობის მაჩვენებელი. თანამედროვე საზოგადოებისათვის ასაკის მიუხედავად არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი ნაკლებად მოზრდილი ცხოვრების წესი და თავისი შედეგებით ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის ფაქტორი ჯანმრთელობასთან მიმართებაში, მაგრამ განსაკუთრებით დიდი წუხილი აქვთ პედიატრებს ამასთან დაკავშირებით. იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბავშვთა ასაკში ფიზიკური აქტივობა სრულად განსხვავებულ კითხვებს ბადებს. მაგალითად არის თუ არა გრძელვადიანი შედეგები გასათვალისწინებელი, არის თუ არა მნიშვნელოვანი ფიზიკური აქტივობის სისტემატური შეფასება. საერთოდ რას ნიშნავს დაბალი აქტივობა და როგორ აისახება ჯანმრთელობის პარამეტრებზე, როგორ აისახება სხვადასხვა სისტემებზე. გადავწყვეტეთ საგანგებოდ ვისაუბროთ დღეს სწორედ იმ თემის გათვალისწინებით, რასაც ქვია ბავშვის ჯანმრთელობა და დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბავშვთა ორთოპედ ტრაუმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. ნინო, დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. თქვენ ჩვენი გადაცემის ძალიან ერთგული მეგობარი ბრძანდებით მაყურებელთან ურთიერთობაში, თქვენ არაერთ რთულ თემაზე გისაუბრიათ, არაერთი პრაქტიკული რეკომენდაცია გაგიზიარებიათ, მაგრამ დღეს ჩვენ ცხოვრების წესზე ვსაუბრობთ, ჩვენი შვილების ცხოვრების წესზე, რომელიც ძალიან ბევრი ექიმისთვის მთელ მსოფლიოში არის საგანგაშო და ძალიან ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ჩვენი შვილების დაბალი ფიზიკური აქტივობა გრძელვადიან პერსპექტივაში არის სადარდებელი, არა მხოლოდ დღეს. მოდით პასუხი გავცეთ ამ კითხვებს, რატომ ღელავენ ასე სპეციალისტები და რატომ ითვლება, რომ ფიზიკური აქტივობა დღესაც და სამომავლოდაც ძალიან მკაცრ შეფასებას მოითხოვს. ფიზიკური აქტივობის შემცირებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის ბოლოდან დავიწყეთ და ეხლა უკვე სულ უფრო მეტად აქტუალური გახდა. მე მგონი მთელი მსოფლიოს პრობლემა არის და ყველა ძალიან აქტიურად საუბრობს ამ თემაზე, ქმნიან გაიდლაინებს, ითვლიან რამდენი უნდა იმოძრაოს ბავშვმა, როგორი აქტივობით, რა არის იდეალური აქტივობა და ძალიან ბევრ კითხვებზე ცდილობენ, რომ პასუხი გაცემულ იქნეს. ერთი მხრივ ეს რა თქმა უნდა ბავშვების ბრალი არის, იგივე ეკრან დამოკიდებულება, მაგრამ მე მაინც იმ პოზიციაზე ვდგება, რომ ყველაფერი რაც ბავშვებს ეხება მოზრდილების brალი არის და ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხი. ჩვენ მიყვავს ჩვენ უნდა ავიღოთ ჩვენი ცივილიზაციას. დიახ. გამოთვალეს ის რაოდენობა დროის, რომელიც მინიმუმ უნდა ბავშვმა აქტივობაში გაატაროს. ეს არის დაახლოებით 225 წუთი კვირის განმავლობაში. ეს მინიმალურ აქტივობაზე არის. ეს არის 6-დან 12 წლამდე ბავშვებზე საუბარი, რომლებიც სკოლაში დადიან და
დაახლოებით თუ გადავანაწილებთ 1 საათის საშუალო და ძლიერი ფიზიკურ აქტივობაზე არის საუბარი. უფრო პატარა ასაკს თუ შევეხებით, ეს შეიძლება გავყოთ დაახლოებით აი ამის ნახევარით შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ მოძრაობაზე ეს არ არის საუბარი, ეს არის საშუალო, გავიმეორებ და აქტიური ფიზიკურ აქტივობაზე, ძლიერ ფიზიკურ აქტივობაზე. თუ გადავიანდ ანუ ჩვენ გულისხმობთ ინტენსიური დატვირთვის გარეშე. დიახ. თუ გადავანაწილებთ, ეს არის დაახლოებით 1 საათი 3-დან 6 წლამდე ბავშვებისთვის და ნახევარი საათი უფრო პატარებისთვის. 3-დან ყოველდღიურად. ასევე აი ამ გაიდლაინებში საუბარია იმაზე, რომ ეს პოპულაცია ძირითად დროს ატარებს სკოლაში და საუბარი არის სკოლის ჩართულობაზე და მის დიდ პასუხისმგებლობაზე და დაახლოებით ამ დროის ნახევარი, მაინც 20 წუთი, მაინც სკოლამ უნდა უზრუნველყოს ბავშვებისთვის. დაუშვათ და არ მივაქციათ ამას ყურადღება. რა შეგდეგებამდე მივყავართ ამას? ყველაზე საგულისხმო სწორედ ეს არის, იმიტომ რომ თანამედროვე მშობელი ითვალისწინებს, მას არ შეუძლია ხშირ შემთხვევაში შეაფასოს, როგორ იყო შვილის აქტივობა სკოლის პირობებში, რამდენად აქტიური იყო ბავშვი ბინის პირობებში, იმიტომ რომ მაგალითად მშობელი მუშაობს, ბავშვი სახლშია. აი ამ შეფასებასთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ხარვეზები გვაქვს, მაგრამ შედეგები ცნობილი არის ის შედეგები, რასაც მივყავართ ჰიპოაქტივობამდე. ეს დაწყებული სიმსუქნე, მეორე ტიპის დიაბეტი, ეს ყველაზე მძიმე შედეგები. რა თქმა უნდა, კუნთური და ძვლოვანი მასის ნაკლებობა და კიდევ ის, რაც მშობლებისთვის შეიძლება არაპირდაპირ იყოს, მაგრამ დღევანდელ დღეს დადგენილია, რომ პირდაპირი კავშირი არის. ბავშვის კოგნიტიურ თავისებურებებთან, უნარებთან, შემეცნებასთან, დასწავლის და სწავლის უნარჩვევებთან. ცნობილი არის, რომ ბავშვები, რომლებიც ფიზიკურად აქტიური არიან, დასწავლის უნარი მათ უფრო უკეთესი აქვთ. ამიტომ არის, რომ ჩემი პაციენტები, როდესაც მოდიან და ყვება დედა ან ბავშვი ცხოვრების რუტინას, რომელშიც მხოლოდ სწავლა არის, დიდ რეკომენდაციას უწევ, რომ აუცილებლად როგორმე ჩართეთ ფიზიკური აქტივობა. ეს თქვენი ბავშვის ფსიქიური მდგომარეობისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ ასევე დადგენილი არის დაბალი ფიზიკური აქტივობა იწვევს შიშებთან და სხვადასხვა ფობიებთან კავშირი არის დადგენილი. ამიტომ თუ გინდათ რომ თქვენი შვილი იყოს ფიზიკურად და ფსიქიურად ჯანმრთელი, ეცადეთ რომ როგორმე უზრუნველყოთ მისი ფიზიკური აქტივობა. როდესაც ჩვენ ამ თემაზე დღეს ვსაუბრობთ, მაყურებელს გაუჩნდება კითხვა, კი, მაგრამ რამდენი წელია ამაზე საუბრობთ და რატომ უბრუნდებით იმ თემას, რაც თითქოს ძალიან კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის. არადა როგორც გადაცემის შესავალში მოსმენილმა სიახლემ ჩვენი მაყურებელი დაარწმუნა, ძალიან მნიშვნელოვანია თავად მეცნიერების დარგის დაბრუნება ამ საკითხებთან, იმიტომ რომ ახალ-ახალი მტკიცებულებები ჩნდება და კიდევ უფრო საგულისხმო არის თანამედროვე რეალობაში ტრადიციული აქტივობის მიმართ დამოკიდებულება. მაგალითად, მეცნიერების გამოთვლით და სხვადასხვა კვლევის მიხედვით ბავშვები ნაკლებს თამაშობენ. თითქოს მშობლებისთვის ეს ასეთივე თვალსაჩინოა, უბრალოდ სათანადოდ სამეცნიერო შეფასება ამას სხვაგვარი სჭირდება. როდესაც ჩვენ საუბრობთ თამაშზე და როდესაც საუბრობთ რაღაც სხვა აქტივობაზე გადანაწილებულ დროსთან მიმართებაში, ძალიან ხშირად მშობლებს გვიხარია, როდესაც ჩვენი შვილები ბევრს მეცადინეობენ, ბევრს შეიმეცნებენ, რასაკვირველია, სასიამოვნოა. მაგრამ განა თამაში არ არის შემეცნება და რატომ არის თამაში მნიშვნელოვანი როგორც ფიზიკური აქტივობის ჭრილში, არა მხოლოდ ფიზიკური აქტივობის ჭრილში, არამედ თუნდაც ძვალსახსართა სისტემის ჯანმრთელობის ჭრილში, იმიტომ რომ ჩვენ საუბრობთ არა მხოლოდ დღეს ფიზიკურ აქტივობაზე, არამედ ჩვენ საუბრობთ ფიზიკურ აქტივობაზე თავისი შედეგებით ხვალ, ზეგ, მრავალი წლის შემდეგ. ასევე ვეუბნები ჩემს მშობლებს,
ჩემი პაციენტის მშობლებს, თუ გინდათ რომ თქვენი შვილი ჰარმონიულად და სიმეტრიულად განვითარდეს, მაშინ აიძულეთ ითამაშოს. არ არსებობს სპორტი, რომელიც ცოტა ძნელია ასეთი სიტყვა და შეთანხმება, აიძულოთ წავახალისოთ ხო თამაში? წავახალისოთ თამაში, ან ჩვენ როგორც ვიცით ხოლმე, ნაზად და მშვიდად როგორმე შევაპაროთ თამაში. მშობლებისთვის მინდა ვთქვა, რომ არც ერთი სტრუქტურირებული სპორტული აქტივობა არ ცვლის თამაშს. თამაში არის უნიკალური უნარი, გაძლევს უნიკალურ საშუალებას სხეული განვითარდეს ჰარმონიულად და ამასთან ერთად აძლევს ბავშვებს ბაზისურ უნარ-ჩვევებს, როგორც ფიზიკური, ისე მენტალური მხრივ. ამიტომ თავი ბავშვის აქტივობა ეს არის თამაში. რატომ არა სპორტი? აი, ბევრ მშობელს აქვს ეს კითხვა, იმიტომ რომ რომელი სპორტია იდეალური, რომელი ანვითარებს კარგად სხეულს, რომელი ჯობს თამაშს, რომელი არც ერთი სპორტი არ ჯობს თამაშს. ნებისმიერი სპორტი, რაც იდეალურად არ უნდა გვეჩვენებოდეს. ეს არის განმეორებითი მოძრაობები და განმეორებითი დატვირთვა რომელიღაც ჯგუფის კუნთებზე. დაუშვათ, თუ ცურვა ანვითარებს ტორსის კუნთებს ძალიან კარგად, ფეხბურთი ანვითარებს ქვედა კიდურებს ძალიან კარგად. ამიტომ მეორე გამოსავალიც არის, თუმცა ბავშვებისთვის ნაკლებ მხიარული ცვალეთ სპორტი. თუ მაინდა-მაინც არა გაქვთ რაღაცა მიზანმიმართული, რომ აი რომელიმე სპორტის მიმდევარი უნდა გახდეს თქვენი შვილი, მაშინ ერთი წელი ერთ სპორტზე ატარეთ, შემდეგ შეუცვალეთ და ესე განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. თუმცა ბავშვებს ეს არ უყვართ, არც მშობლებს არ უყვართ და არც გამართლებული არ უნდა იყოს ალბათ. თუ ბავშვს მიჯაჭვობა ჩამოყალიბდება, ასევე რაღაცა შედეგს მიაღწევს და შემდეგ ისევ ნულიდან უნდა დაიწყოს, ეს არავის არ მოწონს. თუმცა ჩვენ გვაქვს აქ სტუდიაში ბურთი, მე მინდა უბრალოდ მაყურებელს გავახსენო. ბურთი სახტონაო ეს ბავშვობის თითქოს განუყოფელი ატრიბუტები იყო, რომელიც დაგვავიწყდა, დაავიწყდა თანამედროვე ბავშვებს და ჩვენ შევიტანეთ ამაში ჩვენი წვლილი, რატომღაც მთლიანად პასუხისმგებლობა ბავშვებზე გადაგვაქვს და ჩვენ უნდა ვისაუბროთ ოჯახურ თამაშებზე და ბავშვების თამაშებზე ამ შემთხვევაში, ხომ ასეა და რომ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. როდესაც ბავშვებს თამაშს ვთავაზობთ, ჩვენ ასეთ შემთხვევაში ვარაუდობთ, რომ განსხვავებით იმ მიზანმიმართული დატვირთვისგან, რომელზედაც თქვენ საუბრობდით, თამაშის დროს ყველაფერი აქტიურდება, ნინო? დიახ. თამაშის დროს აქტიურდება როგორც ძვალსახსროვანი სისტემა, ასევე ნერვული სისტემა, ასევე გულსის ძარღვთა სისტემა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ეს არის იდეალური თქვენი შვილის განვითარებისთვის. მშობლებისთვის თუ შემიძლია გავკანიერდები და ერთ მესიჯს გავუგზავნი, ეს რაც ყველა მიცის, შვილისთვის საუკეთესო გაკვეთილი არის საკუთარი მაგალითი. წაახალისეთ თქვენი შვილი, ერთად ითამაშეთ, დაგეგმეთ საერთო ლაშქრობები, ეცადეთ მოუწყოთ საერთო ზონა, სადაც მეგობრებთან ერთად ძალიან რთულია ბავშვს უთხრა ივარჯიშე, როდესაც არ არსებობს სივრცე, ითამაშე, სადაც არ არსებობს სივრცე, სადაც ის თავისუფლად იქნება ლაღად თავის მეგობრებთან ერთად. ეს ძალიან რთულია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მიღწევადია, როდესაც მიზანად სწორი მიზნები გაქვს დასახული. მე სიამოვნებით გავიზიარებ თქვენს რეკომენდაციას და იმ გზავნილსაც, რომელიც თქვენ მშობლების მისამართით ბრძანეთ, მით უფრო რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ თამაშზე, არაფერი უხარიათ, მე მგონი ჩვენ შვილებს ახლა გისმენდით და გამახსენდა ჩემი შვილების პატარაობა, არაფერი უხარიათ ისე როგორც მშობლებთან ერთად თამაში და ჩვენ დღეს საუბრობთ არა იმიტომ ამ თემაზე, რომ პირველად გიზიარებთ რეკომენდაციებს, არამედ იმიტომ რომ ყოველდღიური სამედიცინო და სამეცნიერო კვლევები მხოლოდ გვიდასტურებს, რომ ჯერჯერობით ამაზე უკეთესი ინსტრუმენტი, ვიდრე არის ბავშვის გეგმაზომიერი ფიზიკური აქტივობა და თამაში ჩვენთვის საუკეთესო აღმოჩნდა ეს არჩევანი და ამაზე უკეთესი ინსტრუმენტი არ გვაქვს და ასეთ შემთხვევაში ჩვენი ურთიერთობა
არა მარტო ფიზიკური, არამედ ფსიქოემოციური წილში ძალიან მნიშვნელოვანი არის ნამდვილად. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბავშვებმა ეს არ იციან. ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ ბოლო რამოდენიმე პერიოდში ესე თვეა შევამჩნია, სრულიად შემთხვევით შევამჩნია, რომ ბავშვს რომ ვეტყვი, რომ აი ისე როგორც 100 კინკილა, არ იცის 100 კინკილა რა არის. ეს ძალიან შემაშფოთებელია ჩემი მხრივ, იმიტომ რომ ხტუნვა ეს არის ბავშვის ბაზისური მოქმედება, რომელიც მან კარგად უნდა იცოდეს და ბავშვებმა ეს არ იციან. საოცრად გონებრივად განვითარებული ბავშვებს არ შეუძლიათ ის, რაც ჩვენ მათ ასაკში ძალიან მარტივად გამოგვდიოდა და ეს მე ვფიქრობ ჩვენი დანაშაული არის. ჩვენ რასაკვირველია, დღევანდელი საუბრით არ გვაქვს ამოცანა, რომ ჩვენ დავიმსგავსოთ შვილები და ჩვენ როგორც გქონდა ბავშვობაში ზუსტად ისე მოვიქცეთ, მაგრამ ქალბატონი ნინოს მთავარი გზავნილი არის ის, რომ ის რაც შეგვეძლო ჩვენ, გავუზიაროთ გამოცდილებად და რაც მთავარია, ჩვენი თამაშები, ჩვენი საერთო თავშექცევა ვაქციოთ ჩვენი შვილებისთვის განვითარების მორიგ ინსტრუმენტად და თუნდაც მჯდომარე ცხოვრების წესისგან თავდაღწევის ერთ-ერთ საშუალებლად. ძალიან დიდი მადლობა ნინიკო დღევანდელი სტუმრობისთვის, იმ შეხსენებისთვის, რომელსაც ემსახურებოდა დღევანდელი ჩვენი გადაცემა. მაყურებელს მინდა შევახსოვდე, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ორთოპედ ტრავმატოლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი ნინო ჭოლოკავა. მე არ გემშვიდობები, წინ მოკლეკვებით შუქნიშანი გვაქვს. ტრადიციულად ჩვენი კვებითი შუქნიშანი კვებით რეკომენდაციებს გულისხმობს, თუმცა დღევანდელი ჩვენი თემა აერთიანებს ფიზიკურ აქტივობასაც, კვებასაც და ჩვენი ცხოვრების წესის მრავალ სხვა მხარეს. ეს გახლავთ ეკრანი. ეკრანი, რომელიც ცვლის ჩვენი ცხოვრების წესს და განსაკუთრებით ცვლის ჩვენი შვილების ცხოვრების წესს, ჩვენი პატარების ცხოვრების წესს, აქცევს ეკრან დამოკიდებულებად. და ასეთ შემთხვევაში აღარავის უყვარს, მაგალითად, როდესაც პატარებს აქვთ ძილის დარღვევა, როდესაც პატარებს აქვთ შფოთვის მაღალი ხარისხი და უჭირთ სტრესთან გამკლავება, როდესაც პატარებს უჭირთ კომუნიკაცია, როდესაც ნაკლებია ფიზიკური აქტივობა. მაგრამ ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც ძალიან ზარალდება, ეს გახლავთ კვება. ეს გახლავთ ჩემი მიერ ჩამოთვლილი 5 ძირითადი კომპონენტი, ხოლო კვებასთან დაკავშირებით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. რას ცვლის ეკრან დამოკიდებულება კვებასთან დაკავშირებით? ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ფიზიკური აქტივობა ნაკლებია, როდესაც ძილი დარღვეულია, სტრესს ცუდად მართავს პატარა და ნაკლები კომუნიკაცია აქვს. თქვენ წარმოიდგინეთ ეკრანთან დასახლებული პატარა, რომელიც ეკრანთან ნაკლებ სითხეს მოიხმარს, პრაქტიკულად ზღუდავს წყლის მოხმარებას, როდესაც იღებს ძირითადად პროცესირებულ საკვებს, იღებს ფუჭ კალორიებს და ნაკლებ საკვებ ნივთიერებებს და ასეთ შემთხვევაში ვიტამინების, მინერალების, აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობა არის ყველაზე ხშირი შედეგი კვების ამ მოდელისა და ეს ყველაფერი წყლის არასაკმარისი მოხმარების ფონზე, ეს ყველაფერი ჭარბი ენერგიის ფონზე შეიძლება ძალიან ადვილად არა უბრალოდ ჭარბი წონის და სიმსუქნის მიზეზად იქცეს, არამედ ზოგადად ნივთიერებათა ცვლის სერიოზული ხარვეზის ჩამოყალიბების წინაპირობად და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია საკვების სახით არასათანადოდ გადამუშავდება, არასათანადოდ შეინახება და არასათანადოდ გამოიყენება. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა პატარების შემთხვევაში, როდესაც ორგანიზმი ინტენსიურად იზრდება და ყოველ ინფორმაციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასე რომ ეკრან დამოკიდებულება არ არის უწყინარი ჯდომა ეკრანთან. ეკრან დამოკიდებულება არ არის უწყინარი თავშექცევა ეკრანთან. ეს არის სერიოზული ცვლილება ცხოვრების წესის, რომელიც თავის შორეულ შედეგებს აუცილებლად დაუკავშირებს ჩვენი შვილების ჯანმრთელობას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები. მე ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.